მოგესალმებით ასოციაცია ხერა 21-ის დისტანციური სერვისების ოჯახის ექიმი თამარ მაღრაძე. დღეს ფერტილური ასაკის ქალებისგან ყველაზე ხშირად დასმული კითხვების რუბრიკის ფარგლებში ჩვენი სტუმარია ექიმი გინეკოლოგ რეპროდუქტოლოგი თამარ გელაშვილი. სოციალურ ქსელებში პაციენტები ხშირად მოგმართავენ ორსულობის ტესტთან დაკავშირებული კითხვებით. ორსულობის ტესტი სახლის პირობებში ყველასათვის ხელმისაწვდომი ორსულობის სადიაგნოსტიკო მეთოდია. თამარ, მოდით ვუთხრათ ჩვენს პაციენტებს, როდის უნდა ჩავიტაროთ ორსულობის ტესტი? როგორც წესი, ტესტის ნამდვილობის შედეგი ყველაზე სარწმუნოა მენსტრუალური გადაცდენიდან ერთ კვირაში. ისე ტესტმა შეიძლება დადებითი აჩვენოს მენსტრუაციის გადაცდენიდან ერთ-ორ დღეში. ეს პერიოდი ჩვეულებრივ ესე იგი არის დაუცველი სქესობრივი კავშირიდან 21 დღეს. ხშირად გვეკითხებიან ორსულობის ტესტის ტიპებზე. მოდით უთხრათ ბენეფიციარებს, რამდენნაირი შეიძლება იყოს ორსულობის ტესტი? ძირითადად ჩვენ ბაზარზე მოცემულია ორი ტესტი, ეს არის სტრიპ ტესტი და კასეტა ტესტი. ორივე საწერია მოხმარების ინსტრუქცია, პაციენტმა გულდასმით უნდა შეისწავლოს იგი და მიყვეს ინსტრუქციას დაკვირვებით. როგორც წესი, ორსულობის ტესტის გამოყენება ხდება დილის შარდში. რას გვეუბნება და როგორ უნდა გამოვიყენოთ ორსულობის ტესტი? მოცემულია ტესტის ორი ვარიანტი, სტრიპ ტესტი და კასეტა ტესტი. როგორც ვთქვით, ორივეს გამოყენება ხდება დილის შარდში. მოგეხსენებათ, რომ ამ შემთხვევაში შარდს ვერ გამოვიყენებთ და არის წყალი საჩვენებლად. აი ეს წითელი ნიშნული, რომელიც დატანებულია სტრიპ ტესტზე, უნდა მოთავსდეს ამ ნიშნულამდე დილის შარდში. დავაყოვნებთ რამდენიმე წამს ზუსტად იმ დროს, რაც მოცემულია აღნიშნულ შეფუთვაზე. შემდგომ ვათავსებთ ჰორიზონტალურ მდგომარეობაში მყარ ზედაპირზე და ველოდებით იმ ხნის განმავლობაში, რაც მოცემულია მოცემულ ტესტის შეფუთვაზე. შემდეგ ამ ველში დაახლოებით გაწითლდება ერთი ან ორი ხაზი. ერთი ხაზის შემთხვევაში ტესტი არის უარყოფითი ორსულობა არ არის, ხოლო ორი ხაზის შემთხვევაში დადებითია. რამდენადაც უფრო მყარია მეორე ხაზი, რამდენადაც უფრო წითელია, ორსულობა მით უფრო მყარად დადებითია. რაც შეეხება კასეტა ტესტს, კასეტა ტესტს მოყვება თავისი პიპეტი. აღნიშნული პიპეტით ვიღებთ შარდს, დილის შარდს და ვაწვეთებთ აი აღნიშნულ ველში. ვაყოვნებთ გარკვეული პერიოდის განმავლობაში, აქ მოცემული არის ორი ნიშნული C და T, რაც აღნიშნავს საკონტროლო და ტესტს. კონტროლი, აი ეს კონტროლ ნიშანი ნიშნავს, რომ თუ ეს ნიშანი არ გაწითლდა წითლად, გამოდის, რომ ტესტი არ არის ვალიდური. ეს ყველა ვარიანტში უნდა გაწითლდეს, რაც შეეხება T ნიშანს, ამ მისი გაწითლების შემთხვევაში ტესტი არის დადებითი. აბორტიდან რამდენი ხანი აჩვენებს ტესტი დადებით შედეგს? ქორიონალური გონადოტროფინის კონცენტრაცია, იგივე ხეგეს კონცენტრაცია, გარკვეული პერიოდის განმავლობაში აბორტის შემდგომ ქალის ორგანიზმში რჩება. ეს პერიოდი მოიცავს დაახლოებით 3 კვირას. აქედან გამომდინარე, ტესტმა შეიძლება აბორტის შემდგომ 3 კვირის განმავლობაში აჩვენოს დადებითი შედეგი. მადლობა თამარ. იმედია საჭირო ინფორმაცია მოგაწოდეთ, დამატებითი კითხვების შემთხვევაში მოგმართეთ ასოციაცია ხერა 21-ის ცხელ ხაზზე.